მოგესალმებით 14 საათი 19 წუთი გახლავთ რადიო მეტის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით შიდა პოლიტიკურ მიმდინარე პროცესებს თემაზე სასაუბრო სტუდიაში პოლიტიკის ანალიტიკოს ბატულ ზაან ალ-ჯაფარიძეს მასპინძლობთ. გამარჯობა ბატონო ზაალ. გამარჯობათ. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონო ზაალ, უკვე რამდენიმე დღის წინ ჩატარდა მორიგი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ცხადია გამორჩეული იყო ალბათ ჩვენი ბოლო პერიოდის თვითმმართველობის ყველა არჩევნებისაგან, ისეთ ფონზე წარიმართა. კვლავ შეფასების საგანია, სამართლებრივი თვალსაზრისით იგივე დაკავების პროცესიც გრძელდება და დღეს მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციას და ბრიუსელის დუმილზე გააკეთა აქცენტი. აღნიშნა რომ 13 დღეა ბრიუსელი დუმს და ამას მან სირცხვილი უწოდა. ზოგადად თქვენი შეფასება როგორია თვითმმართველობის არჩევნებისა, შემდეგ განვითარებულ პროცესებისა და მერე უკვე შიდა პოლიტიკური პროცესების პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ აქედან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო პრაქტიკულად პირველი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩატარდა უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში. ასეთი დაძაბული და турბულენტური პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური გარემო არც ერთი ადგილობრივი არჩევნების წინ არ ყოფილა. რაც ბუნებრივია გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც წინ უძღოდა ამ არჩევნებს, ხო? არჩევნების ბოიკოტი გამოაცხადა რამდენიმე რადიკალური მიმართულების პოლიტიკურმა პარტიამ. ამან გახეთქილება შეიტანა ოპოზიციის რიგებში, შესაბამისად მათ ვერ მოახერხეს არჩევნებში კონსოლიდირებული ძალით გამოსვლა და ამან, რა თქმა უნდა, იქონია ის ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე, რა ზეგავლენაც იყო ჩემის აზრით აბსოლუტურად მოსალოდნელი, რომ ოპოზიციამ განიცადა სერიოზული მარცხი. ნიშანდობლივია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ვინც წინა საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში მოხვდა და მათი ეს აბსოლუტურად ადეკვატური წინასაარჩევნო სტრატეგია მათ დაუჯდათ ამომრჩევლის დაკარგვად. რომ ნახოთ ცესკოს ბოლო მონაცემები ფაქტურად გაუნახებდათ არჩევნების ამომრჩევლების რაოდენობა. შესაბამისად ქართული ოცნების გამარჯვება 64-ვე მუნიციპალიტეტში და თბილისის მერის არჩევნებში იყო ის ლოგიკური შედეგი, რომელიც დადგა და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ახლა ოპონენტებმა იმაზე, რომ არჩევნები იყო ხარვეზიანი და თითიდან გამოწვეული მიზეზები მოიყვანონ. თვითონ არჩევნების სტატისტიკა თავისთავად ამბობს ყველაფერს თავის თავზე. შესაბამისად არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს. ქართულმა ოცნებამ, როგორც მმართველმა პარტიამ მოახდინა ძალაუფლების და ხელისუფლების კონსოლიდაცია ყველა დონეზე, რაც არის ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად ეს იყო ბოლო არჩევნები საარჩევნო ციკლის და 2028 წლამდე ჩვენ არჩევნები არ გვექნება. მე ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა დღევანდელი გადმოსახედიდან არ უნდა ადგეს. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას სავსებით თამამად და თავისუფლად შეუძლია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელსაც ჯერ კიდევ ვეძახით პარტნიორებს, უთხრას, რომ მე მაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური ხელისუფლება, მაქვს ხალხის მანდატი, რომელიც მივიღე მისგან როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებზე. ამიტომაც მოდით ახლა
აგ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი ის რაც იყო ადრე და დავიწყოთ ურთიერთობების გადატვირთვა სუფთა ფურცლიდან. ასეთ პრინციპში ამბობენ კიდეც ქართული ოცნების აქვე ხელმძღვანელები და მე ვფიქრობ რომ ეს არის ადეკვატური აქვე მიდგომა, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პინგ-პონგი, რაც ახლა მიდის საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის, ასევე ის გარკვეულობა, რაც არის საქართველოსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვე შორის და ის რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბეს, თქვა, ურთიერთობები ისე რომ გარკვევით ითქვას რას ურთ მათ და რას ელოდებიან ჩვენგან, ხელისუფლება მათ სთავაზობს იმას, რომ მოდით აქვე დავწყდეთ და დავიწყოთ დიალოგი, რას ელოდებით თქვენ ჩვენგან და ჩვენ რა შეგვიძლია აქვე დავდოთ მაგიდაზე. ამას გარდა ამ არჩევნებმა შექმნა გარემო იმისათვის, რომ უკვე ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე გადავდივარ, რომ პოლიტიკურ ველზე მოხდეს ახალი შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური ძალების შემოსვლა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია მართალია ნელა, მაგრამ უკვე დაწყებულია, წავა წინ და თქვათ 1-2-3 წელიწადში ჩვენ უკვე გვექნება ჩვენს პოლიტიკურ ველზე ისეთი სურათი, რომელიც გაცილებით გააჯანსაღებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, ამაღლებს პოლიტიკურ კულტურას და ეს რადიკალიზმი ჩვენს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც მას ასე აქ უნებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ან ძალიან დაიკლებს, სადღაც გაქრება და პოლიტიკური ძალები თავიანთ თქვათ სიძლიერეს თდიან არა ქუჩებში და ისეთ აქვე მოქმედებებში, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, ხომ, არამედ საარჩევნო ყუთებთან. ანუ შეეცდებიან არჩევნების გზით მოიპოვონ ელექტორატის სიმპათიები და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასაკებია. ჩვენ ამასობაში გუშინ ნახეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, ერთის მხრივ რეგლამენტებში ცვლილება აქციების გამართვის პროცედურასთან თუ გამართვასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ პარტიის არაკონსტიტუციური საქმიანობების თვალსაზრისით და ამ მხრივ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განმარტებები და საუბარიც უკვე მკვეთრად გვესმის, მაგალითად დღეს ბატონი გიაულსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რამდენად აქვს უფლება, რომ რევოლუციური სისტემის განვითარებაზე გადავიდა პოლიტიკური ძალა და ასეთ პოლიტიკურ ძალას დარჩეს პოლიტიკაში, რამდენად აქვს ამის უფლება. დაახლოებით ეს რიტორიკა თანსდებს ხოლმე ეს გუშინდელს შემდეგ მით უმეტეს ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ თქვენს დაახლოებით ამ ჭრილში ახლა დაასრულეთ თქვენი საუბარი და მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება. და ის პროცესები, რაცაც ადგილი ჰქონდა, რაზეც ასევე გამახვილეთ ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებთან მიდგომის თვალსაზრისით ოპოზიციურ სივრცეში, ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, ნაწილი მიდის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. და შემდეგ განვითარებული მოვლენები, თქვათ იგივე 4 ოქტომბრის შემდეგ პრეზიდენტის სასახლისთან მომხდარი ინციდენტი და შემდეგ ამავე ინციდენტის ოპოზიციურ სივრცეშივე სხვადასხვა შეფასება, რომ ეს იყო სწორი, ეს არ იყო სწორი, რომ ეს იყო ღალატი, რომ ეს არ იყო, თქვათ, თავიდან დაგეგმილი, რომ და ასე შემდეგ, ბევრი ინსინუაცია. ჯამში აი ეს მოზაიკა და ერთობლიობა რამდენად ეფექტიანად შექმნის და რამდენად გამაჯანსაღებელ ელემენტ შეიტანს შიდა პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჩენის შესაძლებლობას, იმიტომ რომ თქვათ იგივე საპროტესტო აქციები, რომელიც მიმდინარეობს, როგორც წესი, ჩვენ თუ ადრეულ პერიოდს გადავხედავთ, როგორც წესი წარმოშობდა ხოლმე, გამოაჩენდა ხოლმე სააშკარაოზე რაღაც ახალ ინდივიდებს, რომლებიც მერე რამდენად სარგებლობდნენ ამითი, ეს თალკე საუბარია, რამდენად ახერხებდნენ ამ ტალღაზე ზრდას და პოლიტიკური განვითარების შესაძლებლობის გამოყენებას, ეს თალკე თემაა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენ გვახსოვს და არ ახალია, მაგრამ ახლა ეს ელემენტებიც არ გვაქვს და ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რაც კითხვას დავსე, ეს ყველაფერი ერთობლიობა, მოზაიკა რამდენად ქმნის ახალი ძალის, პოლიტიკური ძალის შემოსვლის საშუალებას, მით უმეტეს რომ უკვე მორიგი საპარლამენტო არჩევნები
პერიოდი მოვა. აი ხა თქვენ აქ ბრძანეთ რომ აი რამდენად მოახერხეს პოლიტიკური ზრდა იმ თქვა პირებმა ან პოლიტიკოსებმა რომლებიც იყვნენ ჩართული ამ რადიკალურ აქციებში და ცდილობდა რადიკალიზმით გასულიყვნენ ფონს. აი მოდით შევხედოთ აი ბოლო 3-4 წლის მანძილზე რომელმა მათგანმა მოახერხა პოლიტიკურად გაზრდილი იყო ისე რომ ჩამოყალიბებული იყო თქვა საზოგადოებისთვის სანდო თქვა ლიდერად. ვერც ერთმა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას მათ შორის იმ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზების გამო, არ სურს რომ ჩვენი ქვეყანა ჩაიძიროს ამ რადიკალიზმში. არ სურს ჩაიძიროს აქ ძალადობრივ ჭაობში და მანა ამის გამოვლინება იხილა სწორედ 4 ოქტომბრის საღამოს. ზუსტად იგივე ლიდერები, იგივე ფიგურები იყვნენ იქ, რომელიც ამას ახორციელებდა და მე ვფიქრობ, რომ ბოლო არჩევნების შედეგები ჩვენ რას გვასწავლის, რომ ხალხმა ვარი უთხრა რადიკალიზმს ჩვენს სახელმწიფოში. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი ამორჩეული ცოტათი მაინც გაიზარდა, ცოტათი მაინც ისწავლა კრიტიკულად აზროვნება, აღარ მიყვება უკვე ამ რადიკალურ სცენარებს და ასე შემდეგ და რომ აი გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მსჯელობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს უკვე ის გარემო შეიძლება ხა ბოლომდე ჩამოყალიბებული დახვეწილი არა, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა და ლიდერებმა სადონ ბედი რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში. მე მესმის რომ ეს თქვათ არ არის მარტივი პროცესი, თქვათ შექმნა პარტია დაარწმუნო რეგისტრაცია მარტივია, მე რართული. დაარწმუნო ხალხი რომ სწორედ შენ ხარ ის ლიდერი, რომელსაც ის უნდა გაყვეს, მაგრამ ასე ხდება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში, ხო? რომ თუ გინდა პოლიტიკაში მოსვლა, უნდა აიღოს შენ თავზე პასუხისმგებლობა, დაარწმუნო საზოგადოება, რომ შენ ხარ სწორედ ის პოლიტიკური ფიგურა, ის პიროვნება, რომლის თქვა პოლიტიკური პროგრამა და რომლის იდეოლოგია მოუტანს სიკეთეს ხალხს და სახელმწიფოს, ხო? ამიტომაც არის ჩვენთან ასეთი მდგომარეობა დღეს ეს დაბალი პოლიტიკური კულტურა, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს პოლიტიკოს უწოდებს ან პრეტენზია აქვს, რომ არის პოლიტიკოსი, ეს ვერ გააცნობიერა, რომ მან უნდა იპოვოს გასაღები ხალხის გონებისკენ. და მათ რატომღაც გონიათ, რომ ესეთი მყვირალა აქციებით და ასეთი რა თქვა ხისტი და რა თქვა თავიცი მე ესეთი რადიკალური ლოზუნგებით შეძლებენ ამორჩევლის გულის მოგებას. წავიდა ის დრო ჩაიარა ამ წყალმა. დღეს ჩვენ სახელმწიფოს სჭირდება კი ბატონო ქარიზმატული ლიდერი არის ჯერ კიდევ მოთხოვნადი, იმიტომ რომ ეს ჩვენი კულტურიდან, ჩვენი თქვა ტრადიციებიდან და ჩვენი ბუნებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ამ ქარიზმატულ ლიდერს უკვე უყენებენ სხვა მოთხოვნებსაც. სტანდარტი აიწია სტანდარტმა. მან კონკრეტულად დადოს მაგიდაზე ის, როგორ გაუმჯობესებს ის შექმნის სიტუაციას. აი მაგალითად, როდესაც რონალდ რეიგანი იყრიდა კენჭს პრეზიდენტობაზე, ის ყველა შტატში ჩადიოდა ამორჩევას უსვამდა ერთ და იგივე კითხვას. თქვენ დღეს იმაზე უკვე ცხოვრობთ, რა ქვია, ვიდრე ადრე და იქვე ეუბნებოდა, აი მე ამას და ამას გავაკეთებ, რომ თქვენ უკეთ იცხოვროთ. გასაგებია. ჩვენ ხო მოვდივართ იმ
პოსტსაბჭოური პერიოდიდან, როდესაც ემოციაზე დაფუძნებული პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური ქმედებები და პოლიტიკური ნაბიჯები ეფექტიანი იყო და როგორც ჩანს ადვილად იგებდა ელექტორატის გულს ხოლმე და თუ ჩვენ განვიცდით ამ ტრანსფორმაციას, რომ ემოციურობიდან ცოტა პრაგმატულობისკენ გადავდივართ, ეს მნიშვნელოვანი მონოპოლარი უნდა იყოს ალბათ ჩვენი პოლიტიკური შეფასების საზოგადოებრივი თვალსაზრისით. სხვათა შორის აქ თქვენ ეს აქ შენიშვნის პასუხად, ხომ მე აქციეთ ყურადღება 4 ოქტომბერს ისინი ვინც აპირებდა ხელისუფლების მშვიდობის დამხობას და 4 ოქტომბერს დაწყებას და დამთავრებას, ხო? მათ სწორედ ემოციებზე ითამაშეს და ემოციებით აიყოლიეს, თქვათ, იქ მყოფთა გარკვეული რაოდენობა, მაგრამ მოხდა საინტერესო რამ, რომ როგორც ბევრი თვითმხილველი ამბობს, იქ მყოფი ხალხის დიდი უმრავლესობა არ წავიდა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. არ წავიდა. იქ წავიდა მხოლოდ ის რაღაც რაოდენობა, ვინც ახლა ამ ემოციურ მოწოდებებს თვითონაც დაიმუხტა ემოციით და გადაწყვეტეს, რომ ახლა ჩვენ თუ ესე იქ წავედით და ავიღებთ ამ რეზიდენციას, საქმე გაკეთებული იქნება, მაგრამ უმრავლესობა დარჩა იქ და არ წავიდა. არ ვიცი, ხა შეიძლება ელოდებოდნენ, რომ იქ რა შედეგი დადგებოდა და იმის მერე დაიწყებდნენ მოქმედებას, არც ეს არის გამორიცხული, ხომ? იმიტომ რომ თუ დაუშვათ ისინი შეძლებდნენ რეზიდენციის აღებას და იქ გამაგრებას და მერე როგორც ამბობენ სალომე ზურაბიშვილის შეყვანა უნდა და იქ ის ბრიფინგი ჩატარება, შემდეგ უკვე მოხდებოდა სხვა სამთავრობო შენობების შტურმიც, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რატომღაც ასეთი განცდა მაქვს, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც მე ვფლობ სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ხალხმა მაინც ეს რადიკალური სცენარი ბოლომდე არ მიიღო. გასაგებია. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით მაქსიმუმ 10 წუთამდე ისიც არა და ძალიან მინდა თქვენი მხრიდან მოვისმინო ცოტა გლობალურ ჭრილში შეფასებას მიმდინარე პროცესებისა. ჩვენ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვათ გლობალური თვალსაზრისით ბევრი ცვლილება იყო მოსალოდნელი და ამ კუთხით ასე თქვათ გასაგები იყო რომ და გლობალურადაც გასაგებია რომ როგორც გადაწყდება უკრაინის პროცესი, აი ამ გადაწყვეტის ფორმა იმოქმედებს ზოგადად გეოპოლიტიკურ ფორმაციაზე და ზოგადად მიმდინარე პროცესებზე და არაერთხელ თქმულა ის რომ იქ განვითარებული მოვლენები ასევე ზემოქმედებს ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ დიდი მსოფლიოს ნაწილი ვართ. ერთის მხრივ ამასობაში არ ვიცი ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ იმედი მაქვს რომ გრძელვადიანია და აღმოსავლეთის ფონდზე ისრაელსა და ჰამას შორის რაღაც გარკვეული შედეგი არის, თუმცა იქაც უკვე 2 დღის თავზე ლამის დარღვევებზე იყო საუბარი, მაგრამ ამასობაში გაისმის მეორე უკრაინის ფრონტის დასრულების კუთხით რაღაცა კონსტრუქციული დიალოგის ძვრები. კონსტრუქციული ალბათ ჯერჯერობით მაინც ჭყალებში ეს სიტყვა და საინტერესო ამ მხრივ მაგალითად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბატონი ორბანის განცხადება, რომ აქტიურია მოლაპარაკება რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარეებს შორის და თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, შეიძლება პირველი პირები უნგრეთში შეიკრიბონ და ბუდაპეშტში შედგეს ეს შეხვედრა. ამასობაში საინტერესო და ალბათ მრავლის მთქმელი იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტება, რომ ჯერჯერობით რუსეთი და უკრაინა არც ერთი სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემაზე მუშაობას არ გააგრძელებს, ხო? იგივე ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ ერთი თემა საინტერესოა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ტრამპს შორის და ამ მხრივ განცხადება გააკეთა
პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა და თქვა რომ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. ამასობაში ჩვენ გვესმის განცხადებები ტომაჰავკების უკრაინელებისთვის მიწოდების კუთხით ერთის მხრივ ეს განიხილება როგორც ზემოქმედება პუტინზე რომ მან ომის დასრულების თვალსაზრისით მსჯელობა უფრო მეტად მიიღოს და ამაში ჩაერთოს, თუმცა ესეც რაღაცა განცხადების ჭრილშია ჯერჯერობით და არა კონკრეტული ნაბიჯი. თქვენი შეფასებით ახლა რა პროცესია და რამდენად არის შესაძლებელი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედების ან შეჩერება, ან ისეთ ეტაპზე გადასვლა, რომელიც რაღაც გრძელვადიანი მშვიდობისა თუ საბოლოო მოგვარების ფორმატს გამოსახავს. თვით რა არის მე მინდა ცოტა მოვლენების თქვა ქრონოლოგია უკან გადავახვიო და გავიხსენო პუტინის და ტრამპის შეხვედრა ალიასკაზე. კი ბატონო. ენკორიჯში. და რამხელა მოლოდინი იყო. ხო, იყო დიდი მოლოდინი, იქიდან გავიდა რაც გარკვეული დრო, მაგრამ პრინციპში არავითარი პოზიტიური ძვრები უკრაინის ომის დასრულებაზე დიდად არაფერი შეცვლა. არ გვინახავს და ძალიან ნიშანდობლივი იყო ამის ფონზე, ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რიაბკოვის საჯარო განცხადება ეს არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, სხვათა შორის გაბიზნა აგ მნახველი თუ შეიძლება ასე ითქვას დიპლომატი, რომელმაც თქვა რომ ანკორიჯში მიღწეული ის პოზიტიური მუხტი, რაც იყო ორ ლიდერს შორის პრაქტიკულად ამოწურულია. ასეთი განცხადება გაგდა საჯაროდ. ზუსტად 1 საათში თუ 2 საათში მას ძალიან კვახეთ უპასუხა პუტინის საგარეო პოლიტიკურმა მრჩეველმა თქვენს მიერ ნახსენებმა უშაკოვმა, რომელმაც თქვა რომ არავითარი პოზიტივი არ ამოწურულა, ყველაფერი მიდის თავის რიგზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ეს განცხადება არ არის სწორი. ხო, რა გამოდის, რომ თქვა რიაბკოვმა არ იცოდა, თქვა რას ლაპარაკობდა, თუ ემოციების ფონზე გააკეთა ეს განცხადება, რატო გააკეთა? ესე იგი შეგნებულ. აბსოლუტურად ჩახედულია ყველაფერში მისი თანამდებობები და გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სპეციალურად რუსული დიპლომატიის ხერხი, რომ სიგნალი გაუგზავნეს აქვენ ტრამპს, რომ ჩვენ თუ რამე წინსვლა არ იქნება ამ ალიასკაზე მიღწეულ შეთანხმებებს აღარ დავიცავთ. ეთქობა მიაღწიეს რაღაც შეთანხმებებს, ნამდვილად მიაღწიეს, მაგრამ ამის თქვა აღსრულება გაჭირდება და ჩემი საზრით და ჩემი სუბიექტური აზრით მოსკოვმა შეტყობინება გააგზავნა რიაბკოვის პირით. მე ეს მისი განცხადების დეზავუირება ასევე იყო პოლიტიკური კომბინაციის ნაწილი, აჩვენეს ამით ვაშინგტონს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მზადა ვართ, რომ დიალოგი გავაგრძელოთ. ამის შემდეგ უკვე ტრამპის ინიციატივით ხდება სატელეფონო საუბარი პუტინთან 2 საათნახევრიანი და თითქმის მიღწეული შეთანხმება, აბა დეტალებს მე განიხილავენ, რომ სწორედ ბუდაპეშტში შედგეს შეხვედრა და არა სხვაგან. ესეც ნიშნავია ორბანის როგორც პოლიტიკური ფიგურის თქვა მნიშვნელობის ხაზგასმა. მით უმეტეს უკრაინის მეზობელ ქვეყანაში? ხო, უკრაინის მეზობელ ქვეყანაში და მე ვიტყოდი ასე რომ ჯერჯერობით ეს საბოლოო შეფასებები ნადრევია, ჩვენ დღეს უნდა გავიგოთ რაზე მოლაპარაკებენ ზელენსკი და თქვა ტრამპი ერთმანეთთან. კი, აღნიშნა კიდევაც ეს ბატონო ტრამპი. ასევე ის თუ რაზე შეთანხმდებიან ის სამუშაო ჯგუფები, რაც შეიქმნა პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებების შემდეგ. ანუ იქ იქნება მარკო რუბიო აშშ-ის მხრიდან და მოსკოვის მხრიდან იქნება სერგეი ლავროვი. აი სწორედ
იქ მოხდება მე ფიქრობ დეტალებზე შეთანხმება თუმცა გეტყვით ჩემ სუბიექტურ მოსაზრებას რომ მადამაიც დიდი იმედი არ მაქვს და ვშიშობ რომ არ განმეორდეს იგივე სცენარი რა სცენარიც იყო რა სცენარიც ჩვენ ვიხილეთ ალიასკაზე შეხვედრის შემდეგ რომ მყისიერად იქ აქ ვაშინგტონში ჩაქანდენ ზუსტად ამ სიტყვის სული აქ მნიშვნელობით ევროპელი აქ ლიდერები თან იახლეს ზელენსკი და დაუწყეს ტრამპს ვთქვათ დამუშავება რომ არ გაბედო და აქ რუსეთთან არ მოაწერო ხელი რამე ისეთ შეთანხმებას რაც არ იქნება შეთანხმებული აქ ჩვენთან ну მე მესმის ახლა ევროპელების პოზიცია რომ მათ არ სურთ რომ ასეთი აგო განზე გაყენებული მithumetes ამ პროცესისგან იმიტომ რომ ამდენი ფული ამდენი ძალისხმევა ჩადეს წარმოვიდგინეთ საკუთარი რეპუტაცია პოლიტიკური თქვათ ავტორიტეტი დადეს სასწორზე და ამ დროს აგო ხდება შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე ხო ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული დარტყმა ევროპულ პოლიტიკურ ელიტებზე აქ ფაქტიურად აი მათ ავტორიტეტს გააცამტვერებდა მათი ამორჩევლის თვალში და მათ მოუწევდათ ძალიან ბევრი ისეთ წარიკითხებზე პასუხი თუ მაშინ რატომ ადრე არ თქო გადადგით თქვენ ევროპელებო სამშვიდობო ნაბიჯები რატო არ მოახდინეთ ზეწოლა ზელენსკიზე რატომ ავითარებდით ამ რა ქვია აპრიორი წამგებიან თეორიას რომ უზრუნველყოთ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და ამას შეალიეს ასობით მილიარდი ევრო და სხვათა შორის ევროპელი მოქალაქეების კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე ასე რომ რთული სიტუაცია მოდით ასე ვთქვათ წინამდებობრივი და ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ჩვენ დარწმუნებით ვთქვათ რომ ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბარი და თუნდაც დაგეგმილი აქვე შეხვედრა მოიტანს შედეგს იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ისე იმ პირობებს ომის დასრულების რასაც მას აქვე შესთავაზებენ ძლიერნი ამ ქვეყნისა როგორც იტყვიან ხო იქ უკრაინაში ძალიან რთული სიტუაცია საკმაოდ გავლენიანი ევროპული რადიკალური ნაციონალისტური ძალები არიან რომლებიც არაპატიებენ ზელენსკის რამა ისეთ თქო დათმობას რომელიც გულისხმობს იმას რომ თქო უკრაინის რაღაც ტერიტორიები იქნეს დათმობილი ეს ძალიან ძიმე დარტყმა იქნებოდა მთელი უკრაინელი ერისთვის წარმოვიდგინეთ ამ ხელმსხვერპლი გაიყოს და უცებ აღმოჩნდება რომ მისი ტერიტორიები არის დაკარგული ასე რომ ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი და მოდით მაინც ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვათ რომ იქნებ ყველაფერი ისე დასრულდეს როგორც თქვა ჩვენ გვინდა აქ საქართველოში და ეხლა უკვე საქართველოს გადმოვდივარ იმიტომ რომ თუკი უკრაინაში ომი დასრულდა დარწმუნებულია რომ საქართველოზე ის წნეხი რაც არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ოდნავ მაინც შემცირდება დიახ და ეს აუცილებლად იმოქმედებს ზოგადი სურათის ცვლილების თვალსაზრისით ბატონო დიდი მადლობა მეც გეთანხმებით რომ რა თქმა უნდა ეს ერთი შეხვედრა ალბათ არაფერს გადაწყვიტავს მაგრამ მსგავსი შეხვედრების სიხშირე ესეც არ იყო ადრე ხო ასეთი დიალოგებიც ხო მსგავსი შეხვედრების სიხშირე იმედი დავიტოვოთ რომ წინაპირობა იქნება გარკვეული შედეგებისკენ ძალიან პროცესის დაჩქარებისთვის და მეორეს მხრივ დიახ თქვენ სწორად შენიშნეთ და ამაზე ადრე ბევრი საუბარი ყოფილა ტრამპი როგორ დამოუკიდებლად ერთი ერთზე პუტინთან დიალოგი ცდილობდა შედეგის მიღწევას, მაგრამ ჯერ რაც ჩანს არ მიუღწევია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორც თქვენ აღნიშნეთ იმ შეხვედრაზე როგორი შეთანხმებები იყო, რაც არ გახმაურებულა. პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აი რო თქვა უკაცრავა ჟარგონში გადაუვარა აქ ბაიდენს რომ მან დაიწყო ეს ომი პირდაპირ დაადანაშაულა ეს ომის გაჩაღებაში და აქ ფიქრობ
მაგ შორს არ იყო სიმართლისგან და თქვა რომ მე რო ყოფილიყავ ეს ომი არ მოხდებოდა. პირველად არ ამბობს ამას და თუ ამ შეთანხმებას მიაღწევს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც ჩვენ გვინდა იმ ფორმატში იქნება ეს ყველაფერი და ტერიტორიული კლიანობა იქნება ისეთი რომ არ დაირღვევა რადიკალურად გეოკონსტრუქცია ქვეყნებისა და გეოპოლიტიკაზე ეს არის მოქმედებს, ხო? ის ამის მერე ბაიდენზე კიდევ უფრო მეტ სიტყვის და კიდევ უფრო მკვეთრად ალბათ. თუ ამას მიაღწია, მაშინ ის ნამდვილად გახდება Ნობელის პრემია, ხო? და კიდე ერთი თემა. ისიც ალბათ ერთ-ერთი პოლიტიკური სიგნალია მაინც დასავლეთისკენ, რომ შეხვედრა შედგება უკრაინის გვერდით, რუსეთთან ახლოს, ევროპის კონტინენტზე, მაგრამ ბრიუსელს მიღმა უნგრეთში, რომელიც კი არის ევროკავშირში, მაგრამ თავის პოლიტიკურ თამაშსაც ასევე თამაშობს. მადლობა.